გაიძულებთ თუ არა რამე ეტაპზე, უშვებთ თუ არა ამას მიიღოთ გადაწყვეტილება, უბრალოდ ასე ერთიანობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაცის არ გჯეროდეთ, ან კითხვები გქონდეთ, რომ კი ბატონო იქნებ ბოიკოტსაც დავთანხმდე, მაგრამ ამაში და ამაში მინდა ვიყო დარწმუნებული და ეს მინდა ვიცოდე ან ის მინდა ხო, მე მინდა ამას უშვებთ ამას. ესეთი სურვილი ერთიანობის სხვების მხრიდანაც უნდა იყოს და ისევ ხო, იმიტომ რომ შეიძლება ამან ერთიანობა არ უზრუნო, კიდე ერთხელ ვამბობ, ერთიანობა უნდა იყოს თვალთმაქცობისთვის, არამედ თვალთმაქცობისთვის ხო არ უნდა იყოს, არა, ერთიანობა უნდა იყოს იმის რომ უნდა შეძლო მე დაიცვა ეს პოზიცია. უნდა შეძლო დაიცვა ეს პოზიცია. არ უნდა მოატყო შენი ამორჩეველი. ეს ერთიანობა უნდა იყოს არა თვალთმაქცური, არამედ რეალური. და ამ რეალური ერთიანობის მომხრევად პირველივე დღიდან არჩევნები როცა ჩატარდა ამ ქვეყანაში და როცა არჩევნები მიიტაცა ბიზნეს ივანიშვილმა. ამ რეალური ერთიანობის მომხრეები ვართ და ვშებით ამ ერთიანობის მომხრეებად. ოღონდ არა ისეთი ერთიანობის, როცა ერთი მხარე ამბობს, რომ მე ვარ ჭეშმარიტების მატარებელი და ყველა ამ პოზიციაზე უნდა გადმოხვიდეთ, ყველანი ამ პოზიციაზე უნდა გადმოხვიდეთ. ეს არ არის ის ენა, რომელსაც პარტნიორებს ესაუბრები. პარტნიორებს მინიმუმ როცა შენ ვიღაც გსურს პარტნიორი იყოს, ჩემი აზრით ესე არ იწყებ მასთან საუბარს, რომ ეს არის ჩემი პოზიცია და დაეთანხმე. ეს არ არის სწორი. ნებისმიერ ვარიანტს განვიხილავთ. თუ კი ეს იქნება შეჯერებული მაქსიმალურად გათვლილი ყველა მისი შედეგი. მათ შორის ბოიკოტის.